ბოლო რამდენიმე სეზონიდან გამომდინარე ეროვნულ ლიგაში რომელი გუნდის მუშაობა მოგწონს? მოდი ესე ვთქვათ, მართლობითი კუთხით. მე სუბიექტურად როგორც მაგრამ მე ძალიან მომწონს ახლა გორის დილა უნდა გამოყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ესე ვთქვათ ბიუჯეტური ლეგიონერებით, ოღონდ კაი დონის ლეგიონერებით სულ რაღაც წარმატებას აღწევს. ერთადერთი გუნდი ალბათ ვინც ტრენერი გაყიდა სხვა გუნდში. ხო, ნუას მიყიდეს. ყოველ წელს რაღაცა შედეგს დებენ, მაგრამ აი გეილის ხო კარგად გაუშვეს? გეილის მილიონამდე გავიდა, ხო? მილიონამდე არა იღეს გეილის. რანდერსში წავიდა ახლა კიდე ის რომ ყავდათ ახლა სირილ ედუძი და რამდენიმე კი, ნუ ეგ სატრანსფერო პოლიტიკა აქვს. ახლა მასაჟისტი რა. ხო და ქართული რეალობიდან გამომდინარე ტრენერის სატრანსფერო ღირებულება რო აქ რაღაცა და სანდრო მიდის. სხვათა შორის რაც მომეწონა ეხა ანუ სატრანსფერო აქტივობა ამ სეზონისთვის იბერიას ჰქონდა. რაღაც ნაყოფიერი, ბევრი ფეხბურთელი კი გაუშვეს, წამყვანი ფეხბურთელი, მაგრამ რასაც უყურებს სატრანსფერო იმაზე, რასაც ვერ ვიტყოდი, ქუთაისის ტორპედოს მეგონა რომ ცოტა მეტი ექნებოდა, მაგრამ არაბიძე დაიბრუნეს და მაგ შაშანი იყო თან ბოლოსკენ მოხდა ხო? მაგით მორჩა. დინამოს რაც შეეხება, დინამოს პოლიტიკა იმით მომწონს, რომ ახალგაზრდა სხვა აი ბაშაკ შეჰირთან გვაქვს რაღაც ურთიერთობები მან და ახალგაზრდა ფეხბურთელები წამოიყვანეს, რომლებიც პერსპექტიულად ძალიან კარგი დონის არიან. ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს თუ თურქები? 19-დან წამოიყვანეს გამბიელები. ხო. გამბიელები? ხო. და ნური შაჰინის სხვათა შორის შუამცველი ნური შაჰინის ფავორიტი არის, ვინც გამოუშვა. კი, თავარი მწვრთნელი. შაჰინი ვივარაუდებ, რომ იქაა დასაქმებული ბაშაკში. კი, თავარი. ძალიან უცნაური იქნება აფრიკაში რო იყოს ბაშაკში და პროსტა რო ევასებოდეს. ნუ ხარებაშვილის ტრანსფერის მიზეზი ერთ-ერთი ეგ იყო, იმიტომ რომ ამ თვითონ ნურის უნდა და ძალიან ხარებაშვილის გადაყვანა. გორის დილაზე ვიტყოდი, რომ ჩემთვის ბოლო წლებში ნამდვილად შტამბეჭდავი ტრანსფერ პოლიტიკაც აქვს და ანუ პატარა რესურსით მაინც აღწევენ. თან ლაპარაკობდა კიდე სპორტული ხოჯავა ხო? სპორტული დირექტორი არის მე მგონი. ჯოხაძე. ჯოხაძე ლაპარაკობდა ხოჯავა ლუკა. ჯოხაძე ლაპარაკობდა რომ სწორი რაღაც ამბობდა სხვა შორის რაც არ მიფიქრია. აი ხანახან ხდება ხოლმე ცხოვრებაში მარტივ რაღაცას რო გაიგებ შედარებით რომელზეც აი მართლა. იმიტომ თქვა რომ მე რომ ქართულ ფეხბურთელებზე უცადო აქცენტს გაკეთებაო და კონკურენციაში უნდა შევიდე დინამოსთან, დინამობათოვთან, ტორპედოსთან, ვერ გაუკაჩაო იბერიასთან. ფინანსურად ძალიან ძვირი დამიჯდება რომელიმე კარგი ქართველი ფეხბურთელის წამოყვანა და ამიტომ ამას რო აკეთებს რო ცდილობენ რომ უცხოეთ აფრიკიდან ზირთად ჩამოიყვანონ იაფად ფეხბურთელები ძალიან სერიოზული აშკარად სასკაუტო სისტემა აქვს დაწყობილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამდენი ბოლო პერიოდში თან მართლა ბიუჯეტური და წარმატებული ტრანსფერი უცხოელის საქართველოში არ გაგახსენდება. არა მარტო ის რომ აქ გამოადგათ. არამედ აქ გამოადგათ მე გაყიდეს კიდე. ანუ ფინანსურად მოგებანახა კიდე კლუბმა და 3-4 კარგი ქართველი ყავთ ხოლმე სულ 3-4 კარგი ქართველი. ბევრი უცხოელი ყავს და თავისი აი რაც აკლია კიდე რაც ვილაპარაკეთ კიდე რაც აკლია ბევრ ქართულ გუნდს გარკვეული ხელწერა და ასე ვთქვათ, ფილოსოფია ამ კონკრეტულ შემთხვევაში გორის დილას აქვს. ეს არნიშნავს იმას, რომ 20 წელს მეც იგივე ექნება, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე რომ გადახედო, რომელი ქართულ კლუბს რაღაცა ხელწერა ფილოსოფია აქვს, დილა არის ერთ-ერთი. ეგ თვითმყოფადობისთვის კარგია, მაგრამ შორს ვერ წაგიყვანს. ანუ ეგ არის რომ ვიარსებო კარგად. ხო, არა, ახლა ეს არის რაღაცა ეტაპი. ჩემი აზრით, ეს უნდა რაღაცა ეტაპისთვის გამოიყენო და მე გადახვიდე. ფულით ვარ შემოვიდა უფრო მეტი და ბიუჯეტი არ გაიზარდა, დარჩება ეგრე. ანუ კარგია რომ თუ წარმატებულ ტრანსფერებს განახორციელებ და 20 ლარად ნაყიდ ტიპს 5000-ად გაყიდი ყოველ ჯერზე. ხო, რამდენიმე წლის მერე უკვე მე ითახებს გორის დილას წახვიდე, იმიტომ რომ ბიუჯეტი იმდენი მიგდის, რომ ხელფასებს და გორის დილას აქვს ძალიან დიდი, როგორც ჩანს, ეგრეა რა, კონტაქტები, ასე ვთქვათ, რადგანაც ასეთ ტრანსფერებს ახორციელებს და ჯოხაძემ ერთ-ერთი პრელაივის დროს, ანუ მატჩის წინ ეგეთ რაღაც თქვა, რომ თუ გავხდებით ჩემპიონები კიდე უფრო მაღალი დონის ლეგიონერებს ჩამოიყვანთ, ანუ ამის რესურსიც აქვთ, რომ ჩამოიყვანონ. უბრალოდ ახლა თუ ამ რესურსით ხდება ის, რომ შევდივართ სამეულში და კინაღამ ჩემპიონი გახდა გუნდი, ძალიან ცოტა დააკლდა. იქნებ ერთხელ ესე გაუმართლოს დილას და მე მომავალ წელს უკვე ორეულში უნდა შეხვიდე სამწუხაროდ. რაღაც ეგეთი. ხო.